საკითხია ხათუნა მდინარეძე ორგანიზაციული განვითარების მენტორი, ფსიქოკონსულტანტი გახლავთ დღეს ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, გვიხარია რომ ხართ ჩვენთან ერთად და ძალიან საინტერესო თემით. Რა თქმა უნდა, ჯერ ჩემოგთავაზებთ მთის წყალს, მეტი ენერგიისთვის და მეტი ენერგიისთვის და კი ნამდვილად ჯანმრთელობა, ესე ვთქვათ, თანაც ეს გახლავთ წყალი ბრომატის გარეშე. ასე რომ დაგჭირდებათ ვფიქრობ ნამდვილად სალაპარაკო ბევრი გვაქვს ამიტომ თავიდანვე ვიზრუნეთ ამ საკითხზე. ხათუნა, საინტერესო თემა, ამოუწურავი თემა, ვრცელი თემა და ყველა ადამიანს ჩვენი მეთოდები გვაქვს, ასე რომ ვთქვათ, ფულთან ურთიერთობის. ზოგს შემუშავებული მეთოდები, ზოგს საერთოდ არაფერი გვაქვს შემუშავებული და სირთულეებთან ასოცირდება ეს საკითხი, თუმცა დავიწყოთ თავიდან. მაშინ, როდესაც თუნდაც ბავშვის ფსიქოლოგიას ვაყალიბებთ ამ თემის გარშემო, ძალიან ბევრი სწორი და არასწორი რწმუნებულებები არსებობს, რომლითაც უხელმძღვანელობთ ამ თემის გარშემო. ჩვენ რომ გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობა, ჩვენი მშობლების თაობა და მათი დამოკიდებულებები, ხშირად იჩენს ხოლმე თავს ფულის მიმართ შიში. ჩვენ ვიცით ის პერიოდი, როდესაც მის მიმართ გარკვეული ხიფათები ასოცირდებოდა და რაღაცნაირად აი ამაში თაგვაგონებდნენ, რომ ბევრი ფული არც თუ ისე კარგია, იმიტომ რომ ბევრ პრობლემას წარმოშობს. ჩვენ გვახსოვს, როგორ მალავდნენ თუ იყო გარკვეულ რაოდენობაზე მეტი საშუალება და შემოსავალი და რაღაცნაირად ჩვენს წინათაობაში, ჩვენს თაობაში კიდევ უფრო ნაკლებად შენ არ გულისხმობ თამთა ჩემ თაობას გულისხმობ არსებობდა გარკვეული არასწორი რწმუნებულებები და შეხედულებები. როგორ უნდა დავიწყოთ ბავშვებში, თუნდაც ბავშვობიდან სწორად ფულისადმი დამოკიდებულების ჯანერქვა? მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს. ჩემთვის ეს თემა ცოტა შორიდან დავიწყებ, იქიდან ვიტყვი რომ საინტერესო აღმოჩნდა იქიდან გამომდინარე, როგორც მოგეხსენებათ, ვარ ორგანიზაციული ტრენერი და ტრენინგები მაქვს გაყიდვების მიმართულებით. პროცესში აღმოჩნდა, რომ გაყიდვების ტექნიკების და გაყიდვების კურსის გავლის შემდეგ, ან თუნდაც მანამდე, სადაც იყო გამოწვევები, საკმაოდ საინტერესო თემებს მივადგეთ. აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე აუდიტორიაში, ერთი და იგივე შედეგებში, ერთი და იგივე სწავლების მეთოდებში სხვანაირად ხდებოდა მიზნის მიღწევა და მეტის გამომუშავება. და ამან მოგცა იმისი დაფიქრების საშუალება, რომ არ იყო აქ მხოლოდ სწავლებაზე საქმე, აქ იყო რაღაც სხვა და ინდივიდუალურად ამას ადამიანები ინტუიტიურად ან არაცნობიერად აკეთებდნენ. და სწორედ მივადგეთ იმ გამოწვევას, რასაც ქვია ფულთან ჩვენი დამოკიდებულება. ეს შეიძლება გარკვეულ კატეგორიაში, გარკვეულ ასაკობრივ ზღვაში სხვადასხვანაირად გამოიხატებოდეს და სწორედ მოხდა ისე, რომ ჩავედით, მოგვიწია ჩასვლა ბავშვობამდე და დაგვჭირდა აქ სხვადასხვა სპეციალისტის დახმარება, მათ შორის ფსიქოთერაპევტებისაც. საინტერესო იყო აი აქედან დიდობაში, როცა ჩვენ საქმეში ვართ ჩაფლული, ვსწავლობ ძალიან ბევრ ამას და დღეს უკვე ცოდნის პრობლემა აღარ არის, ინტერნეტ საშუალება იქნება ეს სხვადასხვა სახის ტრენინგები თუ კურსები და მაინც აღმოჩნდა, რომ სადღაც თავი და თავი იყო ბავშვობაში და იყო შემთხვევები არა მხოლოდ ბავშვობაში, არამედ ისტორიის, თავისი ოჯახის ისტორიის, რაღაც საგვარეულო ისტორიის გარკვეული სპეციფიკური პრობლემა იყო. ბავშვობიდან ფულთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება თქვენ ახსენეთ, რომ განსაკუთრებით ჩვენს თაობაში არც თუ ისე პოზიტიური იყო. და კულტურული მექანიზმით შეიძლება იყოს ეს, რომ ხშირად გვესმის, რომ გამდიდრდები მერე კარგავ ადამიანობას. ფულიანი და იცვლებ. ფული იშოვა და შეიცვალა. ფული იშოვა და თავში აუვარდა. ადრე სხვანაირი იყო ურთიერთობებში და ახლა გაფუჭდა. ეს ფრაზები, რომლებზეც დავიწყეთ მუშაობა და კიდევ ძალიან ბევრი ფრაზებია, რომელიც არ გამიგია და თქვა ტრენინგის მონაწილეებისგან გავიგეთ და ძალიან საინტერესო იყო. თითქოს აღმოჩნდა ისე, რომ ფულის საპირწონედ აქეთ მეორე მხარეს სასწორზე გვიდგა სულ მორალი, სულ სინდისი და სულ რაღაც ადამიანობის გაფუჭება და ეს საკმაოდ დიდი ტრიგერია საიმისოთ, რომ პირველივე შეფერხებაზე ის კი არ ვიგრძნო, რომ მოდი მარცხია და გადავლახო და ან შეიძლება მეტი ვიშოვო ან გაყიდვებში, ან პირად ცხოვრებაში, ჩემს კარიერაში უფრო სწორად რაღაც ისე წარმართო საჭიროება, არამედ პირველი რაც მატრიგერებს არის ზუსტად ის ყველაზე
ყველაზე სენსიტიური, რაც ჩვენს კულტურას ან კულტურიდან ან ოჯახიდან მოყვება და აი სწორედ ეს რწმენა წარმოდგენები იყო, რაც არის პირველი ბლოკი, რამაც შეიძლება ფულის ნაკადის მოძრაობა შეაფერხოს, ასე ვიტყოდი. ზოგადად აი რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვობიდანვე რამდენად სწორად მივაწოდოთ ბავშვს საერთოდ რა არის ფული, ან რა გადაკვეთა შეიძლება კონდეს, რაში შეიძლება გამოადგეს და ასე შემდეგ. ანუ სწორი დამოკიდებულება რანაირად უნდა ჩამოვუყალიბოთ პატარა ასაკიდან ბავშვებს და პრაქტიკულადაც რო განვიხილოთ უშუალოდ ქმედებაში, ხო? აი მაგალითად ბევრი მშობელი ვიცი, რომელიც ბავშვობიდანვე გამომუშავებას ასწავლის შვილს, რომ ეს ისე უბრალოდ არ მოდის, თქო რაღაცა დავალების მიცემით თუ ამას გააკეთებ, ამდენს მოგცე მაგალითად. ეს რამდენად სწორი მიდგომაა და არის პირიქითაც, როცა პირიქით არის ძალიან მარტივად ხელმისაწვდომია. დავალების მომხრე მე ამაზე ალბათ ბავშვთა ფსიქოლოგები უკეთ ისაუბრებენ, დავალების მომხრე მე ნაკლებად ვარ ამას თუ გააკეთებ ფულს მოგცემ, თუმცა ფულის სწორი ფინანსური ცნობიერების ამაღლება და ფულის სწორად ხარჯვაც და დაბანდებასაც თუ ვასწავლით პატარებსა თუ მოზრდილებს, ან საერთოდ ფულთან ურთიერთობას, ეს რა თქმა უნდა კარგია. რაც შეეხება ბავშვებთან ურთიერთობას, ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენ ბავშვებისთვის გვაქვს ძალიან ბევრი სათამაშო. თოჯინები, არ ვიცი, სხვადასხვა როლები, დედობანა, სახლობანა, ფეხბურთი და ამ სხვადასხვა როლებში თითქოს არსად ჩანს ფული. ფულთან თამაში აი მაქსიმუმ შეიძლება გავიხსენოთ ის, რომ თუ კი რაღაცას გავყიდით ან ვიყიდით ამ შემთხვევაში. ძალიან ბევრი სამაგიტო თამაშები არის, რომლითაც შეიძლება აამაღლო მოზარდებშიც და პატარებშიც ფინანსური ცნობიერება, რა თქმა უნდა, თავის ენაზე. სადაც სწავლობ დაგროვებას, აუცილებლად სწავლობ ქველმოქმედებას და ვიღაცისთვის დახმარებას, აუცილებლად სწავლობ დაზოგვას, სწორად ხარჯვას და ყველაზე მნიშვნელოვანი პატარებში რაც იკვეთება არის სიამოვნების გადადება. ამაზე კვლევებიც არსებობს და ის ექსპერიმენტიც გაგახსენდებათ პატარებს ნამსხვრებს პატარა ტკბილეულს რომ უდებენ და თუ კი შენ დაელოდები მაგალითად 2 საათი ამას მიიღებ და ვინ შეჭამს უცებ. სიამოვნების გადადება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ დიდობაში ვისწავლოთ ინვესტირება ფულის. თუ კი ეს თვისება ჩვენ ნაკლებად გვაქვს ან კარგად განვითარებული არ გვაქვს, პირდაპირ ყოველ შემთხვევაში ჩემმა პრაქტიკამ რაც აჩვენა, პირდაპირ ტრიგერდება ფულთან ურთიერთობაში. სიამოვნების გადადება, რომელიც პირდაპირ კავშირში არის დაზოგვასთან და ინვესტირებასთან. ორ ნაწილად რომ გავყოთ ეს პროცესი, ერთი არის მე და ჩემი ემოციები, ჩემი ფსიქოლოგიური ტრიგერები და მეორე არის უფრო კოგნიტური, რომელიც უშუალოდ ფულთან ურთიერთობას გვასწავლის. ფსიქოლოგები ამ კუთხით, ვინც ამ თემაზე მუშაობენ და ამ სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ კი ფული დაკავშირებულია შენს ემოციებთან და თუ კი შენი ხარჯვა შენს ემოციურ ხარჯზე მიდის, რა თქმა უნდა, ეს იწვევს ამ ენერგიის წასვლას შენგან. და თუ კი ფული უკავშირდება გაცნობიერებას და ამუშავებს როგორც Excel-ს, მორგან ჰაუსელი ამბობს არა როგორც ემოცია, არამედ ისე როგორც Excel-ი, მაშინ იწყება უკვე ფულთან მიმართ ჯანსაღი ურთიერთობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე ემოციით მართავ ფულს, უბრალოდ მართავს ფული მე ემოციურად, თუ ეს ჩემი უფრო კოგნიტური საშუალებებია, კოგნიტური მიდგომაა და ამას ვიყენებ როგორც საშუალებას. სტარტულია მან ბალანსი, იმიტომ რომ მაშინ როდესაც საკუთარ თავთან აცნობიერებ იმას, რაში გჭირდება ფული, მერე უფრო მარტივად მიდიხარ მიზნისკენ. თუმცა შეიძლება ეს საჭიროება ზუსტად ემოციური ბედნიერებებით ახსავსე იყოს და არა თქვა პრაქტიკული თვალსაზრისით. შესაბამისად, აი მან და ალბათ ეგ ბალანსის პოვნა ცოტა რთულია. რომ სწორად მიმართო და ამუშავო ისე როგორც Excel. კარგი კითხვა დასვით, ჩვენ იმას, რასაც სწორად ვამუშავებთ და ამას ვამუშავებთ პირობითად ისე როგორც Excel-ს, ეს ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, მაინც დაფუძნებული არის ჩვენს ემოციებზე. უბრალოდ აქ საუბარია, რამდენად გაცნობიერებულად მართავ. თუ კი ჩემი ემოცია და რა თქმა უნდა, ჩემი მიზნის თუ ოცნების მიღწევისთვის მე ემოცია მჭირდება, თუ კი მე ამას ვამუშავებ როგორც გავაცნობიერე და გაცნობიერებულია და გადავიტანე უკვე ჩემს რაღაც კოგნიტურ ქცევა, კოგნიტურ დასწავლაში ან ქცევა, რომელიც მე გამომუშავდა, მაშინ აღარ ხარ მასზე დამოკიდებული. თუმცა ამას ვერაცნობიერებ და ამავე დროს ის შენ გმართავს, გამოდის რომ ხო, მაშინ შენ ხარ მასზე დამოკიდებული.
განსხვავება ეს არის. რაკურსი არის მხოლოდ განსხვავება, თორე ჩვენ ემოციებს ვერსად ასე ვერ ამოვკვეთავთ, ვერ წავეყოთ ამ საჭიროება. მაგრამ მაშინ როდესაც ხშირად ექსელად ვაქცევთ, მაშინ უფრო დამოკიდებულები ხდებით და უფრო მეტად კარგავთ თითქოს მოსვენებას, იმიტომ რომ დაძაბულობა იმატებს ცხოვრებაში, რომ რაღაცა კონკრეტულ ჩარჩოს არ უნდა გაცდე. ანუ ეს მომენტიც ცოტა არ იყოს არის, როდესაც ძალიან ტექნიკურად ვეპყრობით ამ თემას და უგუნებელყოფთ ასე რომ ვთქვათ ჩვენს ემოციურ კავშირს ფულთან მიმართებით. თუ კი ფული ჩემთვის არის საშუალება, მაშინ მე მის მიმართ მაინც ნეიტრალური ვარ. იმიტომ რომ თქვენ თუ გინდათ მაგალითად კედელზე ლამაზი ფოტო გააკრათ, იმიტომ რომ ოთახი გამოიყურებოდეს ლამაზად, თქვენ ამისთვის რა საშუალება გჭირდებათ? ლურს მაინდა ჩახვიჩი. ამ ასოციაციით მაშინ გამოდის რომ მთელი ცხოვრება უნდა ეძებოთ არა, მთელი ცხოვრება იქით კი არ უნდა მიდიოდეს შენ რაღაცა ლამაზ ოთახში ესთეტიურად კარგად გამოიყურებოდეს ლამაზი ოთახი. არა, მეც რომ მთელი ცხოვრება ეძებოთ რაღაც კარგი ლურს მაინდა ჩახვიჩი და ბოლოს ისე გავა. ცხოვრება რომ ნახავ რომ მთელი ცხოვრება ამაში გაგიტარები და ზუსტად ასე არის. თუ კი ჩემი საშუალები, მე თუ საშუალებისთვის მჭირდება ფული, მაშინ მაინც ნეიტრალურია ჩემი დამოკიდებულება ამ საშუალების მიმართ და მე ემოციური ვარ ჩემი ოცნებების მიმართ. აი ეს განსხვავება და თუ კი უკვე მიზანი არის ჩემთვის ფული, მაშინ რა თქმა უნდა იქ მიჯაჭვულობა და არა ჯანსაღი ურთიერთობა. მე აი ხა ესე ცოტა ბავშვების თემას დავუბრუნდები, ზოგადად აი ბავშვობის ემოციური განწყობა ფულთან მიმართებაში რამდენად შეიძლება რომ გაგყვეს მომავალში და ზრდასრულ ასაკში. ხა მე მაგალითად ჩემი შვილის მაგალითზე ვიტყვი, როცა ნუ ეხა ცოტა დიდია, მაგრამ პატარა როცა იყო, როცა უნდოდა რაღაცის ყიდვა პირობითად, მას ვერ ვუხსნიდი ამას, რომ შეიძლება იმ მომენტში რაღაც კონკრეტული თანხა არ მქონდა და ეს ფული იყო საჭირო, რომ ეს ნივთი მისი გამხდარიყო. ბავშვური აზროვნებით, ანუ მაინც ალბათ რთული ამ ყველაფერზე დაფიქრება და გაცნობიერება, რომ შეიძლება ეს ჩემი არ გახდეს, იმიტომ რომ დედაჩემს იმ მომენტში ამდენი კონკრეტული თანხა არ აქვს. აი ეს მიდგომები რამდენად შეიძლება რომ სამომავლოთაც გაგყვეს და რაღაცნაირად მარტივად გვინდოდეს ყველაფერი, იმიტომ რომ არ ვიცოდეთ თქვათ რომ ამ ყველაფერს ბევრი რაღაც ახლავს. ბავშვობაში დღეს ძალიან კარგი საკანცელარიო ნივთებსა თუ წიგნების მაღაზიაში ძალიან კარგი პატარა ბლოკნოტები არის ჩასანიშნები, სადაც სწავლობს ბავშვი რამდენი აქვს ფული, რამდენი უნდა დახარჯოს და რამდენი დარჩება ამისთვის. გააჩნია რა ასაკზე საუბრობ, თუ კი სკოლამდელია, მე ამიტომ ვახსენე თამაშები, ჩართულობა, ერთად შეგიძლიათ იმ სათამაშო კუპიურებით, ერთად ითამაშოთ, რამდენი გაქვთ, რამდენს ხარჯავთ და რამდენი გრჩებათ აქეთ. ამ პროცესში ბავშვი და ფული არის თქვათ რაღაცა შეზღუდული. შეზღუდული რესურსია, ჩვენ უნდა ვისწავლოთ შეზღუდულ რესურსებთან, ისევე როგორც ბავშვებს ჩვენ ვასწავლეთ დროის მართვას, ასევე შეზღუდული რესურსია ფულის და ფულის მართვაც რაღაცნაირად ბავშვობიდან უნდა მივაჩვიოთ და ვასწავლოთ. და ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში აი ეს პატარა ბლოკნოტები ან თუნდაც სამაგიდო საშუალებები ძალიან კარგია იმისთვის, რომ თვითონ გაანაწილოს ეს. შენ კი არ მისე და გაუშვა მაღაზიაში ეს მოიტანე. თვითონ ასწავლო მას, რამდენი შეიძლება ამით მოდიოდეს, რამდენი შეიძლება დარჩეს და რა შეიძლება თქვა ხვალისთვის აქედან შეინახო. და თუ კი ჩვენ ისე ვზრდით, რომ ძალიან ბევრი მაქვს და წადი იყიდე რაც გინდა, იმიტომ რომ მე შენ არაფერს მოგაკლებ. რა თქმა უნდა, ესეც მე დიდობაში უკვე თავის უარყოფით გავლენას მეტწილად, პირდაპირ ასე ვერ ვიტყვი, მოახდენს და მეორე და თუ კი სულ იმ მაინდსეტში ვზრდილთ, რომ ფული მაინც არ არის და ფული გვიჭირდა, არ არის ამის საშუალება და ამისთვის ჩვენც ვითრგუნებით, იმიტომ რომ ბავშვები ემოციებს კარგად იღებენ მშობლისგან და სულ ფულის დათრგუნვაში ყავს გაზრდილი, მაშინ რა თქმა უნდა დიდობაში უკვე ეს გამოწვევა ექნება მას. ამიტომ ბალანსი ყველგან საჭიროა და სწავლება. რა თქმა უნდა, შეიძლება ან ფლანგულობაში გადავიდეს, ან უკვე დაზოგვაში და ნებისმიერი სახის დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა უკვე უარყოფითია ადამიანისთვის, სულ ერთი ეს ფული იქნება, დრო იქნება თუ ნებისმიერი რესურსი. აი ზოგადად ფულის ხარჯვის ფსიქოლოგია და ტიპაჟებიც არიან განსხვავებული. მე ვიცნობ მაგალითად ადამიანებს, რომლებსაც იმ კონკრეტულ დღეს, მაგალითად როცა აქვთ რაღაცა კონკრეტული თანხა, შეუძლიათ რომ სრულად დახარჯონ და მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ და აღარ ფიქრობენ რა იქნება მეორე დღეს. და ასევე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც პირიქით ჩარიცხვის დღიდან აქვს გაზომილი, თქვათ 100 ლარი სად უნდა დახარჯოს, 20 ლარი სად უნდა დახარჯოს და აი ესე
კონკრეტულად გაწერილი. აი, რამდენად განსხვავდება ზოგადად ადამიანების მიდგომა ფულთან დაკავშირებით და ბალანსი როგორ ვიპოვოთ, რომ არც მთლად ასე მივყვეთ გაწერილ ციფრებს და არც აი დავხარჯოთ ერთ დღეს ყველაფერი, რასაც თქვა თვეებით შეიძლება ვანდომებდეთ. კი ბატონო, მხოლოდ ორი ფაქტორი არის მად. პირველი არის მე რა ამ სიმპტომით რისი ჩვენება მინდა, რა სითხოს ჩემი ორგანიზმი. თუ კი ეს არის რაღაც დაკავშირებული ან ბავშვობის ტრამვასთან, ან ჩემს შფოთთან, ან იმასთან, რომ მე სიამოვნების გადადება მიჭირდა, ეს ფსიქოლოგიურია ან ემოციური, მაშინ მე მჭირდება სპეციალისტის დახმარება. ნუ შეიძლება და არ იყოს ასე დასახმარებლად საქმე, თუმცა ამ კუთხით უნდა წავიდე და მეორე, მე არაფერი ისეთი კაცო არ მაწუხებს შვენივრად მაქვს, უბრალოდ არ ვიცი. მეორე არის უკვე ცოდნის და ქცევის დასწავლის პრობლემა. მეტი ამ კუთხით რო ვთქვა რაღაც ძაღლის თავის სხვაგან არსად არ არის დამალული. ამიტომ ფინანსური განათლება და ფინანსური ცნობიერება თუ კი მაქვს და ვიცი ფული როგორ ვაშოვნინო, ეს მეორე საკითხი არის. თუ კი ემოციური ტრიგერი არის, მაშინ უფრო ფსიქოთერაპიული ან ფსიქოკონსულტირების ამბავი შეიძლება იყოს. ნორმაში არ არც ერთი და არც მეორე შემთხვევა. ნორმა და არანორმა ამაში ასე ვერ ვიტყვით, ხო, აი არ შეიძლება თუ კი რაღაცა ძალიან არ არის ამაში გადახრა. მე ვარ ადამიანი და მე ვიღებ გადაწყვეტილებას. თუმცა ძალიან კარგია თუ კი ვიცი და ფინანსური განათლება მაქვს იმ კუთხით, ფული როგორ ვაშოვნინო. ამაში შედის როგორც სწორი ხარჯვა, ასევე სწორი დაზოგვა და ინვესტირება. ჩვენ კულტურაშიც ნაკლებად გვაქვს ეს, რომ ვისწავლოთ როგორ შეიძლება ფულმა მოიტანოს ფული, ფულმა იმუშაოს ჩვენთვის და ჩვენ არ ვიმუშაოთ ფულისთვის. ეს თითქოს ერთგვარი პარადოქსია და გვიკვირს, რომ აბარისთვის მუშაობ დილიდან საღამომდე გასული ვარ და ოჯახს ვარჩევ და ახლა ეს კიდე ვიღაც გამოვიდა ტელევიზორში ტრენერი და ამბობს, რომ ფულისთვის არ იმუშაო. აი ეს მაინდსეტია, რომელიც და ეს დამოკიდებულებებია, რომელიც ნაკლებად არის და ახლა იკიდებს ჩვენთან ეს ცოტა ფეხს. ნუ მეორე არის თავისთავად ის, რომ ჩვენი ემოციური დამოკიდებულება. თავარი მაინც არის ის, როგორ დამოკიდებულება შევქმნით ჩვენ თავში ინდივიდუალური ფსიქოტიპიდან გამომდინარე და როგორ ვაფორმირებთ ჩვენ ინდივიდუალურ წუნებულებებს ფულის მიმართ. ანუ ეს არის რეალური გამსაზღვრელი ფაქტორი. კი ბატონო, ძირითადად არის ემოციური, შემდეგ არის მე რამდენად ვიცი ეს კოგნიტური და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ სურვილები გვაქვს რაღაცეების, მაგრამ არ გადაგვაქვს ქცევაში. ქცევა როგორია შენი ფულის მიმართ. მე შეიძლება სურვილით მინდა, ან რაღაცები არ მინდა, მაგრამ უკვე ქცევა, სხეულებრივი გამოხატულება როგორია, აი როგორ ვიქცევი, რას ვაკეთებ. მინდა ფული, მოვიდა ფული და მე რას ვაკეთებ. ქცევასაც წავიდა და ვფლანგე, წავიდა თუ შევინახე. და ვერ ვიგრძენი ვერც პროცესის სიამოვნება და ვერც ის რომ თქვათ მთელი ცხოვრება დაგროვებაში არ ვიყო და ბოლოს ისე არ აღმოჩნდეს რომ ეს გადადებული სიამოვნებაც გამიგრძელდა სადღაც სიცოცხლის ბოლომდე. ამიტომაც ვამბობ ორი უკიდურესობა, ერთი მაინც ემოციური და მეორე მაინც ფინანსური განათლება, რომელიც ნაკლებად არის ჩვენს კულტურაში, რომ აი ბავშვობიდან ვისწავლოთ, სკოლებში ამაზე არ საუბრობენ, იყო რაღაც პროგრამები, ჩემი შვილიც ამაში იყო ჩართული და ძალიან კარგი იყო, იქ სწავლობდნენ რაღაცა მოგებას, ხარჯს, თავისი ფინანსური რაღაც ცნობიერების ამაღლებას და ძალიან კარგი იყო ეს მოზარდებისთვის. რამდენად ხშირად მოგმართავენ ადამიანები მსგავსი პრობლემით? რამდენად დიდია მომართვიანობა ამ კუთხით და რამდენად აღიქმება ადამიანებში ფულის მიმართ თუ პრობლემა არსებობს პრობლემად და რამდენად ხშირია ვიზიტი თქვენთან? მე გეტყვით ძალიან საინტერესო რაღაცას ახლა. მე მაქვს ძალიან ბევრი ტრენინგ კურსები, როგორც ორგანიზაციებისთვის, ასე პიროვნული განვითარებით. ბოლო პერიოდში მხოლოდ ფულის ფსიქოლოგიაზე მაქვს მომართვიანო. რომ მოვიდა ასეთი და მაშინ ჩვენც გვირჩიეთ, როგორ ადამიანთან მიდის ფული და როგორ მოვიზიდოთ საჭირო რაოდენობის თანხები. ფული მიდის ფულს ასე განსაზღვრულად რა თქმა უნდა რომ მიდიოდეს ხო ამისთვის რომ ოქროს წესი იყოს უკვე ყველა გავაკეთებდით და ვიშნებოდით მაინც პირველ რიგში თვითონ ჩემი რჩევა იქნება ის რომ თქვენ დაფიქრდეთ რა ემოციას და რა ასოციაციას აღწევს ის თქვენში რა არის ის ბლოკები რაც შეიძლება იყოს შიშის ბლოკი შფოთვის ბლოკი რა თუ ასოცირდება ეს ყველაფერი გადახედეთ თქვენ წარსულს თქვენ ისტორიას, თქვენი ოჯახის კულტურას და შემდეგ უკვე მოდის გაცნობიერება. გაცნობიერების შემდეგ ძალიან მარტივია უკვე ამისი მართვა. მეორე და რაც ისეთი უფასო რჩევები მიყვარს, მე ძალიან, იმიტომ რომ მე თუ მყავს მენტორი, მე თუ მყავს ფსიქო და ამდენი მაშინ აღარ მჭირდება, ხო? აღარ დამჭირდება ამდენი ამ თემაზე მოსმენაც ან ინტერესიც. ფინანსური ცნობიერების ამაღლება და განათლება დღეს ძალიან მარტივია სხვადასხვა საშუალებები და ინტერნეტი სავსეა ამ მასალით. და ვისწავლოთ ძალიან კარგი იქნება
სწორი ხარჯვა, სწორი ხარჯვა, სწორი დაზოგვაც, სწორი ინვესტირება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფულის ენერგიისთვის ქველმოქმედება. ხო, აი ესეც აუცილებლად ძალიან სხვისი საინტერესო დახმარება, ოღონდ ზომიერი ან რაღაც ქველმოქმედებაში უპირობოდ ჩადებული ფული აუცილებლად გიბრუნდება უკან ფინანსური კუთხითაც და სხვა ენერგეტიკული კუთხითაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც გვავიწყდება ხოლმე და მხოლოდ დაზოგვა გგონია ფულთან სწორი ურთიერთობა და ეს მცდარი შეხედულებაა. უნდა გვიყვარდეს ფული თუ უნდა გქონდეს რაღაც ნეიტრალური დამოკიდებულება მაინც უფრო ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ოცნებები, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სურვილები, ჩვენი ცხოვრება და ის წამი, რომელ წამში ვართ. და თუ კი მე ავტომატურად ამისკენ მივდივარ და ფულს ვიყენებ როგორც საშუალებას, მაშინ არის ჯანსაღი ურთიერთობა. თუ კი მე დამავიწყდა ღირებულებები და შემიყვარდა საშუალება, ცალსახად არა ჯანსაღ ურთიერთობაში ვარ. ფულს უნდა სცემდე პატივს, თუმცა ფულზე დამოკიდებული არ უნდა იყო ემოციურად. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. საინტერესო იყო ნამდვილად დრო გვეწურება თორე ალბათ კიდე გავაგრძელებთ სხვა მიმართულებებზეც ვისაუბრებით, თუმცა კიდევ გელოდებით სხვა თემებით. აუცილებლად. მადლობა ძალიან.